არის ირაკლი კობახიძის ღია წერილი დონალდ ტრამპის და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი-დი ვენსის მისამართით და ამ წერილით ირკვევა ძალიან ბევრი რამ, მათ შორის ისიც, რომ არც ერთი მაღალი დონის შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ოცნების რეჟიმს შორის ამ დრომდე არ შემდგარა, არადა სულ სხვას ამტკიცებდნენ აქამდე თავად კობახიძეც და მისი გუნდის წევრებიც. წერილითვე გაირკვა, რომ ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გააგზავნა ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის მისამართით წერილი, რომელშიც ის ითხოვდა როგორც ჩანს ურთიერთობების გადახედვას და მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა კობახიძემ ამ ინფორმაციის გასაჯაროება, რაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვერანაირი პასუხი ვერ მიიღო. მთელი ამ დროის განმავლობაში არავინ იცოდა, რომ ირაკლი კობახიძის სახელით დონალდ ტრამპმა წერილი მიიღო ურთიერთობების გადახედვის შესახებ. კობახიძე იმითაც შეწუხებულია, რომ არც წერილზე მიუღია პასუხი და არც საჯარო განცხადებებზე, რომელსაც აქამდე აკეთებდნენ ოცნების რეჟიმის ლიდერები. წერილის დასაწყისშივე წერია, რომ არანაირი მაღალი დონის შეხვედრა არ შემდგარა, არადა მაშინ, როდესაც ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა და იქიდან დაბრუნდა, მთელი ქართული ოცნება ამტკიცებდა, რომ შტატებთან ურთიერთობის ეს შესაძლებლობა მათ ძალიან ეფექტურად გამოიყენეს და ჰქონდათ მაღალი დონის კომუნიკაცია. რამდენიმე კვირის წინ მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებებისა და ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკას შორის. თუმცა პასუხი ჩვენს წერილზე და საჯარო განცხადებებზე დღემდე არ მიგვიღია. მეტიც, დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარა არავითარი კომუნიკაცია საქართველოს გაუგებარი სანქციები ასე მოიხსენიებს ირაკლი კობახიძე ღია წერილში იმ ნაბიჯებს, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოცნების რეჟიმის ანტიდემოკრატიული ნაბიჯების და სვლების გამო გადადგა. განსაკუთრებით შეწუხებულია კობახიძე, როგორც ჩანს, გომელაურის მიმართ დაწესებული სანქციებით. ის წერილში წერს, რომ გაუგებარია სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ. თუმცა არ იცვლება რიტორიკა deep state-ზე, რევოლუციის მცდელობაზე, რომელსაც იყენებს ქართული ოცნება პროპაგანდისთვის, ასევე კობახიძე წუხს, როგორც ჩანს, მეგობარ აქტზე, რომელიც უკვე მიღებულია და მეგობარი აქტი მისთვის არის მტრულად განსჭვალული ქართველი ხალხის მიმართ. ამ ყველაფრის გამო ის წერილში წერს, რომ შეშფოთებულია და ეს კანონი კობახიძის მტკიცებით ამტკიცებს ქართველი ხალხის ნდობას შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მიმართ. არადა მეგობარი აქტი მოიცავს სწორედ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, ეკონომიკური მიმართულებით მხარდაჭერას მათ შორის, თუმცა ის ძალიან მკაფიოდ უსვამს ხაზს ასევე ოცნების რეჟიმის ლიდერების ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს, ოლიგარქის რეჟიმის მცდელობებს გადაიყვანოს საქართველოს დასავლური კურსიდან და მეგობარ აქტში გათვალისწინებულია სწორედ ოცნების რეჟიმის მიმართ შესაბამისი ნაბიჯები. აქამდე თუ ოცნება ამტკიცებდა, რომ არ აინტერესებდა მეგობარი აქტი, ხშირად ფარატინა ფურცლად მოიხსენიებდა ხოლმე ამ აქტს და კანონ პროექტს, როგორც ჩანს, ისინი რეალურად სულ სხვანაირად და მძიმედ აღიქვამენ მეგობარი აქტის მიღებას. კვლავაც ზალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და USAID-ის ხაზით დაფინანსებული რევოლუციის მცდელობა და ძალადობა ეფექტურად აღკვეთეს. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ამერიკის კონგრესმა მიიღო აბსურდული კანონი, ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი, რომელიც არის მტრულად გამსჭვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. სიტყვა მეგობარის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს კანონი გვახსენებს ჯორჯ ორეულის მოდელს, რომლის მიხედვითაც ომი არის მშვიდობა, მტერი კი მეგობარი. ამ ყველაფრის გამო ეს კანონი ამცირებს ქართველი ხალხის ნდობას არ მხოლოდ კონგრესის, არამედ სამწუხაროდ თქვენი ადმინისტრაციის მიმართაც, რომელსაც ქართული საზოგადოება სხვაგვარი იმედით შეჰყურებდა.
Deep State რევოლუციური სცენარის მცდელობები, რომელზეც ჯერ კიდევ არ აუღია Deep State-ს ხელი, ნარატივი კობახიძის ამ შემთხვევაში ნამდვილად არ იცვლება. რუსული პროპაგანდის მეთოდებს იყენებს ის ამ ღია წერილშიც კი. მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომზე ის მიუთითებს, რომ Deep State-ის დავალებით დაიწყო და ამ წერილშიც უსვამს ამას ხაზს. თუმცა მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორი. კობახიძე როგორც ჩანს პროტესტითაც არის შეწუხებული, თუმცა ქართველი ხალხის უწყვეტი პროტესტი მთელი ამ დროის განმავლობაში დააკნინოს და წერს, რომ ეს არის 250-მდე ადამიანის პროტესტი, რომელიც ყოველდღე იკრიბება ქუჩაში და ტრამპისთვის და JD Vance-ისთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომ ეს არის დასტური, რომ Deep State-ს ჯერ კიდევ არ აუღია ხელი რევოლუციის გეგმაზე. ჩვენი ხელისუფლება საჯარო განცხადებებში კვლავაც გამოხატავს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ადმინისტრაცია Deep State-ის დამარცხებას რეალურად შეძლებს, რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე უსათუო დაისახება. რეალურადაც ამის ძალზე დიდი იმედი გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავაც გაგრძელდება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დაგეგმილი რევოლუციური სცენარის მოქმედება. შეგახსენებთ, რომ USAID-ისა და NED-ის მიერ დატრენინგებული და დაფინანსებული 250-მდე ადამიანი დღემდე ყოველდღიურად იკრიბება ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, რაც იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ Deep State-ს რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ შემოუდია. ირაკლი კობახიძის ღია წერილი საკმაოდ ვრცელია და ამ წერილში მოვისმინეთ ძალიან ბევრი აღიარება. განწყობების, რომელიც რეალურად გააჩნია კობახიძეს და მის გუნდს, ოლიგარქის რეჟიმი, რაზე წუხს ეს ძალიან კარგად ჩანს წერილში. როგორც ჩანს, ბევრი მცდელობა ჰქონდათ მათ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადახედვის, თუმცა ღია წერილის დაწერა კობახიძემ მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რამდენიმე კვირიანი ლოდინის შემდეგ პასუხი ტრამპისგან ისევ ვერ მიიღო. პირდაპირ ეთერში ლიკა ჯანყარაშვილი საუბრობდა.